დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. ბრიუსელში მყოფი ირაკლი კობახიძე დღეს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარ ჯოზეფ ბორელს შეხვდება. რის შემდეგაც მხარეები საქართველოს ევროკავშირის ასოცირების მერვე სხდომაში მიიღებენ მონაწილეობას. განხილვის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა იქნება. პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების გარდა აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ მიმართულებებსა და სექტორულ თანამშრომლობაზეც. დღესვე დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოლაპარაკებები ევროკომისრებთან ოლივერ ვარჰეისა და იანეს ლენასთან. ირაკლი კობახიძე შეხვედრას გეგმავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთანაც. ევროპული სტრუქტურების გარდა ურთღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძეს შეხვედრები ნატო შტაბ-ბინაში გაიმართება ნატო საქართველოს კომისიის ხდომა. ალიანსის წარმომადგენლები ძალიან ელიან ამ პირველ შეხვედრას ელჩებთან ერთად გვექნება საშუალება განვიხილოთ ყველა ჩვენი მტკივნეული საკითხი და მნიშვნელოვანი აქცენტები გავაკეთოთ ჩვენს მომავალ ინტეგრაციულ პროცესზე. დღის წესრიგში იდგა თქვენ მოგეხსენებათ, ეხლაც დგას და მომავალში კიდევ უფრო მეტი იმედი გვაქვს სიმძაფრით დადგება, რომელიც საბოლოოდ აისახება ჩვენს უმთავრეს მიზანში, რომელსაც ნატოში სრულფასოვანი წევრობა ქვია. ყურადღებას გავამახვილებდი ასოცირების საბჭოს დღის წესრიგზე, რომლის პირველი თემაც სწორედ გახლავთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა. საუბარი იქნება იმ რეფორმებზე, იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ახორციელებს საქართველო. ასოცირების საბჭოს ფარგლებში ასევე საუბარი იქნება სექტორალურ ინტეგრაციაზე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და ზოგადად საქართველოს ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაციის თემატიკაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშნავს ულოცავს გაეროს გენერალური მდივანი. თქვენი ხელმძღვანელობისას მოუთმენლად ველოდები გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, რადგან თქვენ ახორციელებთ თქვენს ვალდებულებას დემოკრატიული ინსტიტუტების კანონის უზენაესობისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ. აღნიშნულია გუტიერეშის მილოცვაში. აქვე აღნიშნულია, რომ გაერო ერთგულად უჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებას. დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლიათ გაერთიანებული ერების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის იმედი ჰქონდეთ, წერს გაეროს გენმდივანი. პარლამენტი მესამე მოსმენით საარჩევნო კოდექსში შესატანცვლებათა პაკეტს დღეს განიხილავს. სავარაუდოდ სესიაზე დღესვე იქნება კენჭისყრაც. ცვლილებები ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას ეხება. მის მხარდაჭერას ოპოზიცია არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით კანონპროექტი რეალურად ვერაფერს ცვლის. მიუხედავად ამისა, ცვლილების დამტკიცებას უმრავლესობა შეძლებს. თავმჯდომარისა და ორი წევრის შესარჩევად პროცესი 3 ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე საჭირო იქნება 90 ხმა. იმ შემთხვევაში თუ quorum-ი ვერ შედგა, ხმათა საჭირო რაოდენობა 76 გახდება და თუ ესეც ვერ მოგროვდა, საკითხი პრეზიდენტს გადაეგზავნება. ერთნაირი ხმა აქვთ, როგორც კომისიის წევრს, ესე თავმჯდომარის მოადგილეს. ერთადერთი განსხვავება არსებობს ის, რომ თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში მოადგილე ასრულებს მის მოვალეობას. ანუ მთელი ეს ბრძოლა ახლა მიმდინარეობს იმისათვის, რომ თავმჯდომარის რაღაც რომ დაემართოს. ან რომ შექმნან სიტუაცია, რომ თავმჯდომარე არ ყავდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ამ დროს ოპოზიციონერმა უნდა ჩაატაროს არჩევნები. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. საჰაერო თავდასხმა იყო ღაზის ქალაქ დეირ-ალ-ბალახში, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო დარტყმები მიიტანეს ლიბანში, ქალაქ სიდონთან ახლოს მდებარე ჰეზბოლას იარაღის საცავზე. ამავე დროს ბრაზილიის პრეზიდენტმა ისრაელიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. მანამდე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრაზილიის ელჩი დაიბარეს. ქვეყნებს შორის დიპლომატიური უთანხმოების მიზეზი ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადება გახდა. ლუის ინასიო ლულა და სილვამ ღაზაში ისრაელის ომი ჰოლოკოსტს შეადარა. პარალელურად გრძელდება ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების გემებზე თავდასხმები წითელ ზღვასა და ადენის ყურეში. რამდენიმე საათის წინ დაჯგუფებამ დრონებით იერიში მიიტანა 2 ამერიკულ ხომალდზე. რუსეთი უკრაინაში სამხედრო ძალის მაქსიმალურ მობილიზაციას ცდილობს. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. CNN-ის ცნობით ამ ეტაპზე ზაპოროჟიეს ოლქში სავარაუდოდ 50,000 რუსი ჯარისკაცი იმყოფება. ბრძოლის ველზე არსებულ საკმაოდ რთულ ვითარებაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლდიმირ ზელენსკის თქმით, რამდენიმე რეგიონში, სადაც რუსეთს მაქსიმალური რეზერვები აქვს კონცენტრირებული, ვითარება უკიდურესად მძიმეა. ისევე თქმით, შესამჩნევია დახმარების შეფერხება.
გასულ ღამით დრონებით შეტევის გამო რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. არტილერიით დაბომბეს რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქი არის მსხვერპლი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. გაზაფხულზე კანადა უკრაინას $75 მილიონ ღირებულების 1000-მდე თანამედროვე საბრძოლო დრონის გადაცემას შეძლებს. შეთანხმების ფარგლებში ნიდერლანდებმა უკვე დაიწყო უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება. უკრაინაში იაპონელი ინვესტორების მხარდასაჭერად ტოკიო $1.3 მილიარდი გამოყოფას გეგმავს. და კვლავ საქართველოს მიხეილ ქორიძისა და ლევან კბილაშვილის მემორიალური დაფები თბილისში. საკითხზე მსჯელობა საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის ხდომაზე იყო. კომისიის წევრებმა საკითხს დადებითი შეფასება მისცეს და ის განსახილულად მერის სპეციალურ კომისიას გადაეგზავნა. მიხეილ ქორიძე აფხაზეთის ომში მოხალისედ იბრძოდა და სნაიპერის ტყვით დაიღუპა. ის დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის. რაც შეეხება ლევან კბილაშვილს, ეს ქართული ხალხური ფოლკლორისა და საესტრადო მუსიკის შემსრულებელია. 2021 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა მუსიკალური ჯგუფი პანგეო, რომელიც ქართულ ეთნო მუსიკას დაეფუძნა. მივიღეთ გადაწყვეტილება ორი მემორიალური დაფის გახსნის განთავსების შესახებ მათ საცხოვრებელ ბინებზე. ეს გახლავთ ახალგაზრდა ცნობილი მომღერალი ლევან კბილაშვილი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებული მიხეილ ქორიძის მემორიალური დაფები. საინტერესო დღეა დღეს, არა მარტო ჩემი და ჩვენი ჯარისკაცები იყვნენ, არამედ იყვნენ ჩვენთვის სამაგალითო მეგობრები, მებრძოლები, თანამებრძოლები. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თბილისის საკრებულოს შემადგენლობას მთლიანად, რომლებსაც უდიდესი თანადგომა აქვს გამოხატული. დღეს ამ და სხვა სიახლეებს კურიერი უკვე 10-ზე დაუბრუნდება.